მოგესალმებით აპოელი სამყაროში. დღეს მინდა ძალიან გემრიელი კექსის რეცეპტი შემოგთავაზოთ. კექსი არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი და რაც თავარია სწრაფი. კექსის იდეა მაქვს ინტერნეტიდან, რომელიც ძალიან მომეწონა და მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა. ახლა კი დავიწყებ მომზადებას და ამისათვის მჭირდება 520 გრამი ფქვილი, 450 გრამი მაწონი, 300 მილილიტრი ზეთი. დაახლოებით 4 ან 5 სუფრის კოვსი კაკაო ეს არის გამოსაცხოვი კაკაო და არა ქაბა 3 ძალე კვერცხი საშუალო ზომის 400 გრამი შაქარი ვანილის ექსტრაქტი ან ჩვეულებრივი ვანილი და 1/9 შეკვრა გამაფხვიერებელი პირველ რიგში მშრალ ინგრედიენტებს შევურავთ ერთმანეთს მოურიეთ კარგად, რომ ერთმანეთში კარგად გაიხსნას და გადანაწილდეს. და როგორც ხედავთ, მე ამ რეცეპტისთვის მიქსერს არ ვიყენებ და 3 კვერცხს მოვათავსებ დიდ თასში. დავუმატებთ შაქარს ნელ-ნელა და გავთქვიფავთ ხელით. თქვეფის დროს დავუმატებთ ვანილის ექსტრაქტი. გავაგრძელე ისევ თქვეფა. დავუმატე შემდეგ მაწონი და მოურიე ისევ. შემდეგ კი დავუმატე ზეთი, რომელიც იყო ნეიტრალური გემოს. მე გამოვიყენე რაფსის ზეთი. მოურიე კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა. და გამზადებულ მასას დავუმატე მშრალი ინგრედიენტები. მე დავუმატე 2 პორციად და მოურიე კარგად. და რა კი მასა არის ცოტა სქელი, უმატებ დაახლოებით 10 სუფრის კოვს რძეს. მოურიეთ კარგად, რომ მასა ცოტა გათხელდეს. როგორც ხედავთ, ესეთი კონსისტენციის უნდა იყოს ბოლოს მასა. კექსს მე გამოვაცხობ ესეთ მაღალ ფორმაში, რასაც წაუსმევ ცხიმს და მოვაყრი ზემოდან ფქვილს, რომ ჩვენი კექსი ზედარ მიეწყებოს. ცხიმი წაუსვით ყველგან და ფქვილიც გადაანაწილეთ ყველგან თანაბრად. როდესაც ფორმას მოამზადებთ, მოათავსეთ გამზადებული მასა შიგნით. გადაანაწილეთ თანაბრად და კექსი გამოაცხეთ წინასწარ გახურებულ ღომელში, ჩავართეთ ზემოდან და ქვემოდან და გამოაცხეთ დაახლოებით საათი და 10 წუთი. 1 საათის შემდეგ შეამოწმეთ. შეიძლება მეტი დაგჭირდეთ, შეიძლება ნაკლები. ჩვენი კექსი უკვე გამოცხოდა, ჩემთან დაჭერდა დაახლოებით საათი და 10 წუთი. ჭყის ჩავარჭობ და გავსინჯავ. თუ მასზე არაფერი მიეკრო, უკვე მზად არის.
კექსს მე შიგნიდან გავუკეთებ კრემს, რისთვისაც გამოვიყენებ 250 გრამ მასკარპონეს. მილილიტრ ნააღებს, ნაღები უნდა იყოს ძალიან ცივი. დავუმატებ დაახლოებით 50 გრამ შაქრის პუდრას. და დავიწყებ გათქვეფას იქამდე, სანამ მასა არ გამაგრდება. შემდეგ კი დავუმატებ 2 სუფრისკოპ ნუტელას. გავთქვიფავ კიდევ ერთხელ, რომ ნუტელა კარგად გაიხსნას მასკარპონეს კრემში და როდესაც ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გაიხსნება და კრემიც უკვე მზად იქნება, გადმოვიღებ ჩემს სამუშაო დაფაზე. კექსი უკვე ბოლომდე გაცივდა და გადმოვიტან თეფშზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ცივი, თორემ გადმოტანისას კექსი გაგიფუჭდებათ. მოხსნი ფორმას და როგორც ხედავთ, ესეთი ფორმა მიიღო შემდეგ ჩვენმა კექსმა. მე ბოლომდე გაციებულ კექსს გავჭრი და მოვჭრი ისე, რომ ზემოდან იყოს 1/3 ნაწილი. აიღეთ ძალიან ფრთხილად რამე საგნის დახმარებით და მე ქვემოთა ნაწილს შემდეგ ამოუღებ შუაგულს. შეეცადეთ, რომ ნაპირებს არ შეეხოთ. არ ამოჭრათ ძალიან ღრმად, ისე რომ ძირი გააფუჭოთ. ამოღებული ბისკვიტი შეგიძლიათ მიირთვათ დესერტის სახით, ან მოამზადოთ პატარა ბურთულები. და როგორც ხედავთ, აი ამოღებულ ადგილს შემდეგ გავუკეთებ მე კრემს, რომელიც მოვათავსე საკონდიტრო ტომარაში. კრემს გადავანაწილებ თანაბრად და გეტყვით, რომ არ არის აუცილებელი იყოს მასკარპონეს კრემი. შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ნებისმიერი კრემი გამოიყენოთ. ან საერთოდ არ გავუკეთოთ კრემი და ისე მიირთვათ კექსი, რადგან არის ძალიან გემრიელი და ნოტიო. მე ზედაპირს გადავიტან კრემზე და გავასწორებ, რომ იყოს ყველა მხრიდან თანაბარი. შემოვასწორებ კიდევ ერთხელ და როგორც უკვე აღნიშნე, შეგიძლიათ უკრემოდ გაამზადოთ, არის ძალიან გემრიელი. აკი ჩვენ აქ მასკარპონეს კრემი გამოვიყენებთ, კექსს მოვათავსებ მაცივარში დაახლოებით 5-6 საათი. და რამოდენიმე საათის შემდეგ კექსს მოვასხემე შოკოლადი, რომელიც გავადნე 2 რტკლის აბაზანაზე და იყო დაახლოებით 100-150 გრამი შავი შოკოლადი. შოკოლადი მოვასხემე ყველგან. როდესაც კარგად გააშრა, მოვასხი კიდევ თეთრი შოკოლადი, რომელიც ასევე გავადნე 2 რტკლის აბაზანაზე. ახლა გავჭრი მე კექსს და განახებ თუ როგორ გამოიყურება კექსის სიურპრიზი შიგნიდან. როგორც ხედავთ, ესეთი ლამაზი ნაჭერი გვაქვს შემდეგ. მოსინჯეთ, გამოაცხეთ. მე კიდევ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში.